საღამოშიდობისა ძვირფას ტელემოყურებლებო მოგესალმებით შავი ზღვის ეკვატორიიდან. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ, ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავები. ნუ გაგიკვირდებათ ჩემი ხილვა აქ ამ უჩვეულო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ფესტივალია დღეს და მუსიკალური ფესტივალის გაგრძელება და ერთი დღე იმ შესანიშნავი ღონისძიებისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი თია დავითაია, ზიანი საქართველოს, თქვენ იცით ეს ფესტივალი, თქვენ იცით რა მამაზი დღეები გაგვილია ჩვენ ერთად და ისიც იცით თუ რამდენჯერ ყოფილა კმაყოფილი აი ამ დღეების ის თაობა, რა თაობასაც მე თქვენ ცოტა ხანში განახებთ. მაგრამ ახლა სულ სხვა თემით მინდა დავიწყო. დღეს ძალიან ორიგინალური რამ შემოგთავაზა ფესტივალის ორგანიზატორმა ქალბატონმა თია დავითაია. გემზე ეწყობა აი ესეთი პატარა მინი კონცერტი. არ ვიცი რამდენი მინი შეიძლება დაერქვას, იმიტომ რომ სამსართულიან გემზე შესანიშნავი ბავშვები თავის შესანიშნავ ღონისძიებას წარმოადგენენ. თუმცა მე მანამდე მინდა გითხრათ, რომ იმყოფები გემზე, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. 1993 წლის სექტემბრის თვეში აი ამ გემმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. პირდაპირ გაგებით. ეს არის გემი, რომელიც იმ ისტორიულ კადრებში ჩანს დარწმუნებული ვარ ყველა ქართველს რომ აქვს ნანახი. დიახ ბატონებო, ეს არის გემი აფხაზეთის ომიდან. გემი, რომელმაც გადაარჩინა ძალიან ბევრი ქართველი და გამოიყვანა ერთ-ერთ ბოლო გზაზე უამრავი ტოლილი. მოკლედ მოდი მე გავესაუბრები აი ამ გემის აი მაშინდელი გემის კაპიტანს ბატონო, თუ შეიძლება 2 წუთით მინდა რომ გაგაცდინოთ. ეს გემი ასრულებს ტურისტულ ფუნქციას, ვიმუშავებთ ჩვენ ქობულეთის, ბათუმის და გვარიათის რაიონებში. დიდი ხნის დავიწყებული ამდენი ხანი სად იდგა ეს გემი თუ მუშაობდა? არა, ეს გემი ბედის უღმართობის გამო იყო ჯერ უკრაინაში, ყირიმში, მე კი იცით ყირიმში რაც მოხდა იყო რუსეთში. მოხდა მისი შეკეთება, ძალიან გაჭიანურდა ყიდვა, ეს თავრობის დიდი მინუსი. ამისთან ორი გემი დაალპა და გადააგდნენ და არავის არ მოუხმარია არაფერში, ერთი პრიჩალზე გდია ახლა. ეს აღსდგა შესანიშნავ მდგომარეობაშია და დღეს დაჟე ვფიქრობ თუ გამოგვივიდა. ამოილეთ. არა. თავიდან დღეს ვფიქრობ. ფიქრობ, გაროს თუ გამოგვივიდა დღეს ვფიქრობთ ტურისტული სეზონის განმავლობაში ვიმუშაოთ რა თქმა უნდა ქობულეთში და კვირაში ერთი რეისი შევასრულოთ სოჩი ბათუმი. მოსაგვარებელი გვაქვს საბუთები და მგონი შევძლებთ ამას ჩვენ. ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ამბავი მითხარით ახლა მე თქვენ. ამჟამინდელი გემის კაპიტანი წარმიდგინოთ მინდა. ბატონი შოთა ხალიმიშინი, ძველი მეზღვაური სოხუმელი კაცი, გამოცდილი კაპიტანი. მაშინ მოდი ბატონო შოთა თქვენ გითხავთ რა მდგომარეობაშია ახლა геми? Какому состоянии? Როგორ არის? რა ხომშვიდობიანად ვიმგზავრთ? Думаю, что в отличном состоянии. Не то, что удовлетворен, в отличном состоянии сейчас. Он работоспособен и может выполнять поставленные задачи, то, что сейчас произнес Ливан. То есть он может делать международный рейс на Сочи. Да. И в основном, конечно, планируется его на местных, линиях использовать, как в Кобулете в данный момент. Может быть и в Батуми. Но там есть тоже много таких пассажирских, правда, мелких судов. Такой величины нету пассажирских судов. А это, конечно, отличается тем, что, во-первых, он из Абхазии, во-вторых, что он сохранен и еще функционирует. И очень жаль, как Ливан сказал, что пару судов у нас пропали из-за того, что не было достаточно внимания к тем службам, которым мы облажались и хотели оставить. Ну, вот такие вот дела на данный момент. Мы работаем и надеемся, будем работать и создавать удовольствие и пассажирам, так и самим себя. როგორც იტყვიან ზურგის ქარი ქონებოდეთო ბატონებო, მოკლედ ძვირფას ტელემოყურებლებო, აი ასე მინდოდა დამეწყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თია დავითაიას იმისთვის რომ მოგვეცა შანსი ამ ისტორიულ გემზე ფეხის დადგმისა, იმიტომ რომ დღეს ეს გემი მშვიდობიან ზღვაში დაცურავს და მე თმაქნას რომ ყოველთვის ასეთი მხიარული, ესეთი ლაღი, ლამაზი ბავშვების მასმინძელი ყოფილიყოს და არასოდეს დასჭირვებოდეს კიდევ ერთხელ იმის გადატანა, რაც აი ამ გემმა და მისმა ეკიპაჟმა 1993 წლის სექტემბრის ბოლოს გაიარა. ახლა კი ფესტივალი მზიანი საქართველო უკვე გახსნილად შემიძლია გამოვაცხადო აქ ადგილზე.
გემზე, დიახ ბატონო, გემზე, რომელსაც სახელად დღეს სოჭი 14 ქვია. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავები. წავედით. ფესტივალის გაი საქართველოს შემოქმედებით კოლექტივის სრულიად თითოეული მისი მონაწილე ვიმყოფებით გემზე სოჭი 14. ოქტომბრივად დღეს შიგნითვე ჩატარდება კონცერტები, ვოკალისტები იმღერებენ, ქორეოგრაფები იცეკვებენ და ასევე თეატრალური სტუდია წარმოგვიდგენს ერთ-ერთ კომპოზიციას, თეატრალურ კომპოზიციას. როგორც გითხარით, ყველაზე ბედნიერი ბავშვები არიან და ფესტივალის არის საქართველოს ყოველ დღე ჩუქნის ჩვენს მონაწილეებს ახალ სიკვდილს. ბაწერია ჩაფიქრებული მაქვს, რომ გემზე შემძლო პატარა ღონისძიების ჩატარება, ფესტივალის ჩატარება და ეს აგვიხდა. წარმატებები ფესტივალის ზიანის საქართველოს პროგრამას, რომელსაც დაემატა კიდევ ერთი პროგრამაში, კიდევ ერთი დღე, რომელსაც ქვია გემით გასეირნება. კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა, გემზე თავისი შემოქმედებითი ნიჭიერების გამოვლინება თითოეული მონაწილის. კიდევ ერთხელ მოგლესი მადლობა. ყოფილა, რა ყოფილა, ერთი ქვეყანა ყოფილა, მას საქართველო რქმევია, ზოგან მთებია, ზოგან ზღვა, ზოგან ჭალა და თხემია, გარშემო რასაც უყურებს სულ შენია და ჩემია და ვიდრე სამყაროს დაემჩნეოდა საქართველო თურმე მაღალ ტახტევანზე იჩრა მამა ღმერთი თეთრი ღრუბლები ეფირა ბალიშება ინვარი შანკლადებდა შიგზე სანკლადებდა დახავს ელვის პერტიც რომელიც ანიშნებდა არობა უფლისა თურმე ყველას მისდა იცის პარაკույდი თავიდან შეკა გასი ხელის გუზე ეთოდო და მიწარო კაცთა მოქმისთვის და შემდეგი ყოფილა რა ყოფილა ერთი ქვეყანა ყოფილა მას საქართველო რქმევია სით გაუშვებდა ლელაი ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი ზეწნა ალერსით ამავსო იწვევით ნაავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი ჩემო ფთანათელო ჩემო სანატრელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო რადგან ერთია სიყვარული ქვეყნად ერთია მრავლის მომცველი და მრავალია იგი ერთად ქცეული სიყვარულს დაყურება უნდა სიყვარულს ოცნება უნდა
სიყვარულს ფერება უნდა, ეშვით შეგროვება უნდა. და მზეც ხომ სიყვარულის ქანდაკება და დედამიწა იმიტომ ბრუნავს, რომ ამ ღვთაებრივ ქანდაკებას ყველა ხედავდეს და მე ვხედავ მზეს, და ჩვენ ხედავთ მზეს. თბილისი მაინც ისევ თბილისობს, გელათი ისევ ყავის. იბადებიან დღესაც ლეკვები, სადით გვარენი დავით, ახმა შენეფელო, თბილის შემობძანდი, თეთრი გიორგის რაშით. მუმლი მუხასაო, დავით, ჩემი ქვეყანა სულ დასჭირია. ჩემი ქვეყანა ჩარქის დარაჯი. მე ვრჩები.
Thank you.
ტელეკომპანია ვარსკვლავები წარმოგიდგენთ. YouTube-ის და My Videos არხზე ჩემს საავტორო გადაცემას ორმაგი სახე. თემები, რომელზეც ხმამაღლა მხოლოდ აქ საუბრობ. ყველასგან განსხვავებულად და ყველასთვის გასაგებად. შოუ ბიზნესი, კულტურა, სოციალური სფერო, საქართველოს პაწყო და მომავალ. გამოიწერეთ ტელეკომპანია ვარსკვლავები YouTube-ზე და My Video-ზე.